ისმის. ანუ თქვენ როგორ კლავენ? აგურის თავში ჩაწვის ბატონო. აგურის. ხო. ახალი არაფერი გაიგიათ? რას გაიგებ, სანამ არ გაგაქრობენ. თქვენ რომელი ხართ? მე ისე ვარ. მუცელში და რა უნდა გამიყარო? მაინც რა უნდათ, რა შევწოდეთ ამისთანა? ეს ამბავი ძალიან უბრალოდ დაიწყო. ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მზე ანათებს, გული ხარობს და სადღაც გჯერა რომ ადამიანი უკვდავია, გოგონა მიპოვა ბლოკნოტი. ბლოკნოტში ეწერა: ქალაქიდან გასვლამდე ბოლო მოეღოს დანარჩენებსაც. არამან ხუსკივაძე მოიკლას თავში აგურის შარტყმით, დავით ხუციშვილი მუცელში დანის გაყრით, საშა კანდელაგი გაიტაცო და უკვალოდ გააქრო. გამოსtildeმა მილიციამ ეს ამბავი რა თქმა უნდა მორიქსის სულელად ჩათვალა, მაგრამ გამოუცდელ გოგონას ასე ფიქრის უფლება არ ჰქონდა. ერთი გზა რჩებოდა, სამი სამართო ბიუროში მისვლა და ამ სამი კაცის მონახვა. 3-ის, ბოდიში და 43-ის. ქალაქში თურმე 10 ყარამან ხუსკივაძე, 14 დავით ხუციშვილი და 19 საშა კანდელაგი ბრძანებულა. ასეა თუ ისე გოგონამ გადასხვიდა ყველა გაეფრთხილები. შეიძლება. რომლის? ხუთიშვილის. მე გახავთ პატრიციული დავით. რა კარგია. იცით თქვენ მგონი სიკვდილიდან. რა? მუცელში დანის გაყრით. ვა. მე რა ამაში კარგი. კარგია რომ გნახეთ. მეც ასე მგონი. რა ქვია? ამას რა მნიშვნელობა აქვს? თქვენ რა არ გჯერათ? ნახეთ. ავტობუსში ვიყო. ერთი წუთით. ესე იგი მუცელში დანის გაყრით, არა? დიახ. აგურის თავში ჩართვით არ შეიძლება? უფრო რომანტიულია. რა გეხუმრებათ? მე მეხუმრება? ერთი წუთით. ექვსი. 12. 6 ნახევარი. მე ვაჭრები. 7. 12. 12 რა ამბავია შეკაიგაცო. 7 ნახევარი იყო. ეგ სახლის პატრონი და მე რა? მილიცია. კარგი ჯანდაბას. 8 იყოს. რას მე ვაჭრები? ლოჯის გინდა, ცეჩი გინდა და მუხტაგილა, ხო? ძიძი ახარამან. მოჯი რამხელა იქნება. ხო. სახლშიც იყო ჩვენთან. იცით? ზოგი დამცინის, ზოგი ამბობს რომ შეუძლებელია. არა, ხუსკივაძისათვის შეუძლებელი არაფერი არა ვიდე. რა გინდა? ფინის ყიდვა გინდა, გაყიდვა, თუ გაცვლა, ჰა? არა. აი ეს ბლოკნოტი ვიპოვე და წაიკითხეთ. არა, ხუსკივაძე მოიკლას თავში აგურის შარტყი. ეიშ. რატომ უნდა მომგლა?
რა ვიცი, შეიძლება დაგდევთ ვინმე კემტერები. მენტერება? ვინ მენტერება? მიბრძანდით მილიციაში. მილიციას მაგისათვის როგორ შევაძღვე? ლოჯი რამხელა იქნება? ლოჯი? რა ლოჯი? არა, ჩვენ შეთანხმდებით. როგორ კაცო, ეხლა არ შევთანხმდით? ფულის თანა მაქვს. დაზე შევთანხმდით. ვაზე? არა, მე გამოიარე. ეხლა გადაღლილი ვარ. მანდეს იმედი. ჩემი იმედი შენ გერა, მამა ჩემს არ ქონია. ეხლა იმაზე იდეხე თავი, ვინ გაგიდეხს თავს? ღმერთო, რას მერჩი? ერთი ოთახი სამჯერ გავიდე. თუ იმაში მდევენ ბრას, ერთი ოჯახი რომუშთა კლუბში რომ შევასახლე, 2 წელი ჩემოდან აბოხლე მიედოდა. რა მექნა აბა? ვიცი სინიკიდან გამოყარა, იმას გეთქონ თავში აგური. Asmada figura. გისმენ როგორ? ბოდიში, თქვენ გონი სიკვდილი გელით. მე? რას იზამ ასეთია ჩვენი პროფესორი? არა, ვერ გამიგეთ, მე დანით ციკლზე მოგახსენეთ. ახ, დანით? კი, მაგრამ მე რომ დანებით არ მუშაობ? არა, აი წაიგითხეთ. წაიგითხოთ? ხედავ რა წერია? დავით ხუთიშვილი ეს ჩემზე ელაპარაკი. მოიკლას მოცელში დანის გაყრით, ჰა? შენ რა სიტყვი, ჰა? თავში უნდა ირტყამდე. იშენდა? იცემდა. იცემდა. ასეთ უსმენოს და გამოყრუებულს რა გემღერება და გელოტბარება. იმ ჯოხს გუნდს რომ უქნებ წინ, თავში უნდა იცემდე. შენი კეთილის მსურველი. გამარჯობათ. თავშევით ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ. რა გადავწყვიტეთ? რესხვევით? არა, ბატონო, არა. არ შერეულით? არა. თქვენი ნება? კი, კი. ჩერეღო პეპეღო. კაპრინადინელა.
ხელი მოვჭრა. ყოველ შემთხვევისათვის ორივე. ნელაში დავახჭოთ. კალმები დავჩხლიტოთ. დავწვათ მისივე წერილებზე. რა მოგიდიდა? სულაც ხო რა ხარ? არაფერია. ხმა მოვსინჯე. ვემარი? თვალები სადა გაგი? როგორ დადიხარ, ეთქლაც იქნება მანქანა გაგიტანს. დილი თითქოს დანით სიკლის მპირდებოდა. ისე ჩვენში დარჩე საგაჩერება აკრძალულია. ნუ გავჩერდები. დილიდან ამას უტრიალე. მოტოკროსზე გამოდივარ ბიჭო და მე უკანა თვალი რომ ყანყალებდა? როდის ყანყალებდა ბიჭო, რას მეუნა? აბერ ჩეხე. არ ყანყალებს? ხო? არა, ბაცო. ესე იგი არ ყანყალებს, ჰა? რა ყანყალებს ბიჭო, არ გადამრიო. აბა, კარგად იყავი, კარგად. ყანყალე. ხედავ? სრაფადია. თქვენია? არა, მეზობელმა მოთხო. დიდი ხნით? აი ამის თქმა კი ვეღარ მოასწრო. Ordain. Boris. ოპა. თქვენ გწანდები დავით ხუციშვილი? დიახ, მე გახლავარ. ძვლის დაგიჭირეთ, ერთი წუთით. იცით რა? არა, არ ვიცი. თქვენ მგონი მოკლას გიპირებენ. ეს როგორ? როგორ და აი ახლავე გეტყვით. დავით ხუციშვილი მოიკლას მუცელში დანის გაყრით. აი დაიგითხეთ, დაიგითხეთ. დაიბადე სამულო ომის წინა წლებში სამშობლო სოფელი სიმონეთი ბავშვობიდანაც ჩემი ოცნება იყო გავხარი ქალი მშენებელი. ვარ უცოლო. მორალურად მტკიცე. არა, გეშლებათ, მე რედაქციიდან არა ვარ. აი ეს ბლოკნოტი ვიპოვე და მოკლედ თქვენ შეიძლება გაგიტაცონ და გაგაქროთ. გამიტაცონ? ბოდიში სულ ამერია. ყარამან ხუსკივაძე მოიკლას თავში. ყარამან ხუსკივაძე მოიკლას თავში აგურის ჩარტყმით. შენ რამდენი წლის აღარ გოგონი გენაცვალე. კვადროს გამოიარეს, კვადროს გოგონი გავარკვიოთ, რაშია საქმე.
რაგინა? რაგინა გას. ხონკა დიოთ. სტამბოლის კაჟი და? რაგინა. რატო არ იქნები რა? სოლი შენაგაწუხებს და შვილი. იცლი ამ კაი ქალებს შახაბაზით? კაი ერთი და. ჯეზოი შტერი კი არა ხარ, შტერი. რატო? მამიკო! მოვდივარ. ისე. იმ ქალების ნათესავი რო იყო. მე რა მომკლავდი ბიჭო? ყოფას გიტირებდი. აქ რას დიხარ? ყველა დამცილის. ზოგი გიჟადაც მტრის. მორჩა არავის აღარ ვამთხილებ. სწორი. უსაქმურები ხომ არა ვართ, არა? დარბი ვართ მთელი დღე მშივრები. სისულელია მოიკლას აგურის თავში ჩარდა. მოდი ახლა კაფეში ავიდეთ, საღამოს კი კაი კალათბურთი. არა, ტელეგრაფში უნდა მივიდე. ახლა ტელეგრაფს დაპირებ გაფრთხილებას. შენ რა მართლა უსაქმური ხომ არ გონი ვარ, იქ მუშაობ. დაჯექი მიგება. არა, აქვია, ახლოს. ნახავთ. ნავი. მაჩვენე ბლოკნოტი. მოიკლას მუცელში დანის გაფრით. შენ ხმურობა გონია? შენ თქვი სისულელიაო. მე ვთქვი? არა მე. იქნების ხალხი არც გვინახავს, ვისაც მოკლას უპირებენ. თანაც ყველა რო დამცილის. მე რა რომ დაგცინის. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. ბავშვი მე დამცინო. გიჟადაც ჩამთვალა. შენ როგორც გინდა. მე კი ამ საქმეს ასე არ დავტოვე. იცოდე არაფერი გულის გადეხა. ახალი თმა. ახლა ხო დარწმუნდით? დიახ. შემდეგი სეანსი ზეკ. Так. არა, სინდის გებიცე, მეზობლისაგან, არა. აბა. კრიცინი. დამიყვანე რა. დათვებზე რომ წავალ, სანადიროთ. მაშინ წაგიყვან. ცირა, რამდენჯერ გითხარი, გენაცვალე და გავიწყდა. არავის არ უწევს ეს ხალხი ანგარიშს. მომკლა ამ ჩიტების ჭყიპინა. ჩიკჩიკი და ჭყიპინი რომ დავდა არ დგებოდი, გაფრთხობოდებოდი და შვილებს ვეყოლიებდი. ისინი იჭიკჭიკებდნენ და იჭყიპინებდნენ კიდეც.
არ მithოვდნენ თუ? მოგზანდით. ბოდიში თქვენ ძანდებით საშა კანდელაკი. დიახ, კოსმეტიკოსი საშიკო კანდელაკი. ჩახალი ფეხი. ჩემთან პირველად ხარ? დიახ. ძალიან კარგია რო დროზე იწყებ. დაჯეკინძენ. ქალბატონო, იცით? დაჯეკი. რაღაცა კანი არ მომწონს. არაფერს ხმარო? არა, არაფერს. იცით თქვენ მგონი? ვიცი, ისეთ განს გაგიხდი. ამ დღე მოგიტაცებენ ანღამით. გატაცებას მგონი თქვენ გიპირებენ, ქალბატონო. აი ნახეთ. რა არის ეს? წაიკითხეთ. სადა ხარ ახამის? ცუდად გახდა, ვასულიერებდი. ზოგიერთებს მე მგონი ჩვენ თვითონ მოვიღეთ ბოლოს. კაცმაროს ტყას ვის რა სჭირდება ჩემი სიკვდილი. რა შევწოდი ამისთან? თქვათ, ჩემი კრემი ცუდია და სახეს აჭკნობს. ამისთვის უნდა გამიტაცონ და გამაქრონ. სხვა რა ცოდვა მაქვს. სხვა არაფერი? გურამ, შენ ხომ არ მიპირებ რამეს? რისთვის? გაიხსენე. გაიხსენე. გურამ, ამ ოთახისთვის მუღუპავ, მეზობლები არ ვართ. იკარგებოდა და დროებით გავიფორდი. დედიას სოვნას გაფიცებ მაპატიე. გურამ. გურამ! ვაიმე. ჭკვიდან შეიშლება ადამიანი. არაფერს. დაბრძანეთ. ნუ წუხდებით. უკაცრავად თქვენ ბრძანდებით დავით ხუციშვილი.
დიახ. აი ნახეთ. მე ერთადერთი ბიძაჩემი თუ მომკლავს. მის პაციენტებზე ხელობას რომ ვსწავლობ. როგორ? ექიმი არა ხარ? ვარ, ოღონდ თერაპევტი. თაში მონაწილებენ და ხომ იცი ყველაფერი უნდა შეგეძლოს. ვოსტატები. ბოდიში. როგორ იღებს? აი, არც გაგვიგი. ცოტა არ არის? ხელს ნუ შეუშლით ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდას. ჩქარა თამარ, ჩქარა. გააჩერე. შოფერ. ძღოლო. გეთაყვა სადგურზე გვაგვიანდება. მე არაფერი არ შემიძლია, პატრონი ჩამოვადა? სად არის პატრონი? აი ამ სახლში ავიდა 5 შვილებთან. 5 შვილები აქ აღარ არიან. აბა სად არის? ავღანისტანში წავიდა 2 წლით. ივანო. შუ. შუ. გააჩერე. ესეც ასე. ცოტა გეშაშინდა საწყალი, მაგრამ რაც შეიძლება და დავამშვიდე. ვინ დამშვიდე? აი ეს 5 შვილი. ასე მითხრა. უღრმესი მადლობაო. მადლობაც გადაგიხადა. უღრმესი. ჩვენ გონი კალაბურზედაც მოვასწრე. შენ ყველა ასე გააფრთხილე? როგორ ასე? როგორ და ის კაცი შენ რომ ახლა გააფრთხილე, სხვადასხვა ავღანისტანშია წასული. ვა! ხოდა წადი ახლა კალაბურზე, როგორ მოუშენოდაც მოვახერხებ ყველაფერს. ნანი.
აქ რა სიხა? დაგეტილია. დარეკე? ვერ გავაგონი. ერთი წუთით. დათო გაგიჟდი? აბარია რამო. დიახ, სწორედ ასე ეწერა. გატაცება და უკვალოდ გაქრობა. თქვენ თვითონ ნახეთ, საკუთარი თვალით, გეფიცებით, რატომ არ გინდა დაიჯერა? მოქალაქე, დაწყნარდით, ნუ ღელავთ. ადვილი სათქმელია. ნუ ღელავთ. აბა თქვენ იყოთ ჩემს ადგილას. იქნება გაგეხუმრათ ვინმე. რა მეხუმრა? კაი ხუმრობა მე და ჩემ აღმერთმა. კარგით ბატონო, გავარკვევთ. გააქვთ ვინმე ზეჭი? არა ბატონო. იქნებ დაუშავეთ ვინმე. არა ბატონო. როგორც ხედავთ, ტერის საერთო კი არა, ცალცაკეც არ ყოლიათ. ასე რომ შეგიძლიათ იქნებ ქალაქში ბანდა ტრიალებს. რა ბანდა? რა გარანტია, რომ აქედან ერთი 4 კაცი მოკლული არაა? ნუ ხუნით პანიკას. დაწყნარდით. ნუ ღელავთ. არავის არავინ არ მოუკლავს. აქ რაღაც გაუგებრობაა. თუ საჭირო იქნება, მივიღებთ ზომებს. თქვენი გაგზავნილი წერილი. აბა ჩვენეთ. აი ხო ხედავთ არ დაკარგულა. არ დაკარგულა. კიდევ გდებავთ რა? დიახ. რა? ნებას უკან დაებრუნო ჩემი წერილი. როგორ დაიბრუნო? უბრალოდ. რას გაფსეს? როგორ იქცევით? თქვენ რა არიჩით რომ ჩვენ წერილებს უკან არ ვაბრუნებ? როგორ? მე არ მაქვს უფლება უკან დაებრუნო ჩემი საკუთარი ხელნაწერი? რაღაცა პატარა ამბავი მქონდა მისახარებელი. წერა მაინდა მაინც არ მეხერხება. ვიფიქრე პირადად ვეწყვი მეთქი ადამიანს. როგორ?
მე არა მაქვს ამის უფლება. არა გაქვს. თქვენ რა მართმევთ მე ამ უფლებას? დაფშიდით დუღელავთ. ინებეთ. მადლობთ. მოიცათ. გამოგზავნის გვარი არ აწერია. არ აწერია? აი ნახეთ. არ აწერია. დამიწყებია? დაგვიწყებია. მომეც და ხოლმე მივაწერ. ой, ასე არ შეიძლება. აბა რა ვქნა მე? წესია ასეთი. წესი. ამიხსენით საწერი აქ თქვენი ბრძნული წესი. აი. მადლობთ. რა მოხდა? პირადად ახარეთ რაც საქმე და დაბასობაში წერილის მიუვა. შეიძლება თქვენ სწორიც ახარეთ. ნახვამდის. უკაცრავად. ქალიშვილო, ერთი წუთით წერილი დაკარგა ვიღაცა. დიახ, ჩვენი უბნისა. ის კუდი მომაწოდეთ. ხარის? კუდი 5 მანეთი. ჩაპყუდი? 420 მოტოციკლეტიანად. მოტოციკლოთ? არ იყიდება. თუ შეიძლება. მედი არ უნდა ყველაფერს. გმადლობთ. მოტოციკლეტად გამოვიწერეთ. წაიღეთ. არა, შეწუხდებით. სალაროში გადაიხადეთ. არ მინდა რა შემაცივით. გაწუხებთ? ცოტა. ალო, შემიერთე განაცვალე 2:45:90. ხო. გისმენ. ალო. დათიკო არ, შენი დათიკო. როგორ ახარ სიყვარულო? ბავშვი ხომა სტამბოლის კაჟივით. დიდი ალბათ უკვე. ენაცვალოს მამამის. ცოტა ნაწყელი კი იქნებით ჩემზე ამ ბოლო დროს ვერ მოგხედეთ. ალო.
ბოდიში მე საშაკამდე ლაკი მინდა. მე საშაკამდე ლაკი ვარ, მისი სეხნია. ბატონ საშას უბედურება შეერთო. მოკლეს? რა იყო? როგორ იყო? რა მოვიდა, მაგ საწოდავს? იმ ფაქტი დაემართა. ეგ რა უბედური შემთხვევა. გაჩერ. სახლში ხომ არ მობრძანდებით, დედასაში? სახლში. მობრძანდით. გაბრძანდით. მადლობთ. მოგონია ნუ გამირბი, ნუ გამომწიდან მითხელსო, ნები თუ არ გამომყვები საქმე, საქმეს ვიზავს საშინელსო და სანადიროთ იყავი? რა მოგარი? ცოცხლად დაგვნება. გზა გაფუჭებ. ისე ჩუმად გაკიტაცებ, ვერ მინდა გადევნოს თვალი, დევარმა დამალზე ვეღარ ნახო შენი კვალი და ულალალა მოდელია ულალალა გააჩერებ! მოდელია რა დაგემართათ ქალბატონოსაში? რა დაგემართათ დედასაში? არაფერია, ფეხით გავისეირდება. ვინ იყო წუხელის ბათქაბუთქით რომ მოგაცივა? შემთხვევით გავიცან, მოტოციკლისტი. გოგოებმა შემოგითვალეს, შემთხვევით ტანკისტი რომ გაიცნო. მაინცა და მაინც კარებამდე ნუ მოაცილებინებ თავს. უსკივაძეს და ხუციშვილს დღეს მოუღებთ ბოლოს. კანდელაკს ერთად მოუხერხოთ რამე. გამოვდივარ ხვალ დამხვდი ჭუმბაძე. თქვენ კი არ გჯეროდათ. მართალია ეს ყველაფერი ემთხვევა, მაგრამ ტოლსტოის ასოცი. წავედით. წავედით. საქმე ვინ გნებავთ? ჭუმბაძე მინდა. ჭუმბაძე არ გახვალ. სად არის? ალბათ სადგურში გადრაში მიდიოდა. აჰა, გასაგებია. ვიფიქრეთ, ეხლა სადღაც აგვივამეთ. ალბათ იგრძნო საფრთხე. ის კუპა და თვალსა და ხელში ვაგაგვიქ. ვაი, თქვენ გლახება. მერე რას აკეთებდით სამი ფიშტოიანი ყაზარი? იმათ ჩიტებს დაუწყეს, დევნო. მე კი ბოლოს აი. ეს შევრჩა ხელში, ა? ვაიმე, რა მოგივიდა დედასაში? რა დაგემართეთ ქალბატონოსაში? მოგწევ. თოკი. სარეცხის თოკი მინდოდა. შედათ ხომ არ ახართ? რაღაცა გული ამიფრიალდა. ალბათ მანქანაში ცუდად გახდით, არა? რას იზამწლებს თავისი მიახს. საწყალი გურამის ბებიაც ასე უცებ გამოგვეცალა ხელიდან. მერე რა ტკბილი ქალი იყო, რა მეზობლობა ჰქონდა. მახსოვს. ჩემ ხელში დალია სული უმუბედურმა. შენ მაშინ ცირა ამ ოჯახში არც კი იყავი შემოსული. გურამის საბჭოთა არმიის რიგებში იყო. მე ვიყავი ერთადერთი ჭირისუფალი. დალიეთ. გადამიარა. ჩიკ.
დიდი უსამართლობა აბნელ ოთახში რომ იფუჭებთ თვალებს. გასიზამ ტრიქს ველოდებ. ეს როდის იქნება ჩემო ცირა? მალე ყველაფერი მოგვარდა. მოდით ასე რომ ვქნათ, გვერდითი ოთახი რომ დაგითმოთ. ნეტა რაში მჭირდება სამი ოთახი, იმ ადალაგებას ვერ აუდივარ. თქვენ ალბათ ფული. ფული? არა გწვენია ცირა. კაცმა რომ კაცს იკეთე გაუკეთოს, არ შეიძლება. Зайди ко мне, дорогая. საუკუნის ქართველი მეომარი. ყურადღება მიაქციეთ ჯაჭვის პერანგს. რა თქმა უნდა, ატომის ეპოქაში ცოტა მოძველებულად გამოიყურება. იგი საკმაოდ მძიმეა, მაგრამ საიმედოდ იცავს ადამიანს შუბის, ხმლის, ხანჯლის და სხვა ცივი იარაღის დარტყმისაგან. აქეთ მოგძანდით. ჩარდი მათქი ხალები მაღლა ავტომატის ჯერით მოცელილი ეფრეიტორი უსულოდ დაეცა გადაცემა ბავშვებისათვის დამთავრებულია სადაც დრო თანხა გაიცემა აგრეთვე აფეთქების, ჩამოზვავების, ცეცხლისაგან დაწვის, მეხის დაცემის, მოყინვის, ბოროტგანზრახველთა თავდასხმის, როგორ? ბოროტგანზრახველთა თავდასხმის, ცხოველთა თავდასხმის, უეცარი მოწამვლის, გარდა ალკოჰოლით მოწამვლისა, რაც მთავარია სიკვდილის შემთხვევაში. დაუშვათ ვერ მომკლეს? მაშინ თავდასხმა და მკვლელობა ღმერთმა გაშოროთ, მაგრამ ისე როგორ გაგიწყრებათ ღმერთი, ან ხელი არ მოგტყეთ, ან ფეხი. მაინც მიიღებთ თანხას. ისე მაინც სიკვდილის შემთხვევაში ვის უტოვებთ? არავინ არ მყავს, ობოლი ვარ. მას რა უყოთ თანხას? ძეგლი დამიდგით, ვითომ ვდირიჟორო. ერთი წუთით მეგობარო აქეთ მოდი აიან რამე რომ იყოს ეს ზაღლი ერთ ორ კაცს ვერ მოერევა ორ კაცს 4 მაძლებს დავიჭირეთ მაშ 4 მა აუ ასეთი ზაღლი მომცა დამითმეთ რა არ შეიძლება აწანწალა მე ამისათვის წყარი უნდა გააკეთო არ გეწოდება რა ზიზა დამითმე შვილით მოვიდა ნება არა მაქვს
ამ გიგანტური მაგნიტის დანიშნულება მიაწოდოს ეს უარგისი ჟანგიანი ჯარქი ღუმელს, სადაც ის განიცდის თვისობრივ ცვლილებას. ეს კაცი დილიდან ამ მშენებლობაზე მუშაობს. გასაგებია? დაიშალეთ. კაცი არა ხარ კაცი. შედი ჩემ მდგომარეობაში გესმის? ჰა? ჩემზე უკეთეს ვის? რა გინდა ძმო, თავი დამანებე. შენს მადლობას გეტყვიან და მის მოისვენებ. დამიჭა? რა შამაცი ძმო? აფერისტი ვარ. მერე? პარაზიტი. წარსულის გათხოვლაშტი. უნდა დამიჭირო. პროკურატურას მიმართე. მაშინ? გადავალ და მაღაზიის მტკნებს ჩავამტრებ. გადახვალ? ჰა? გადადი და თავი დამანებე. კიდევ რა? აქეთ მოიწი. მაგასაც გაპატი. დიახ. მე-20 საუკუნის ახალგაზრდა შედის მუზეუმში. ერთადერთ პერანგს ხდის ძველ ქართველ მეომარს და თანაც ყოფნის თავხედობა დაგვიმალოს, რატომ ჩაიდინა ეს? რა ვქნა ბატონო რა? კლეპტომანია მჭირს. კლეპტომანია? რატომ არ გინდა დაიჯერო? აგერა დღესაც. დანა ჩანგალი სასადილოდან გამომყოლი. კლეპტომანია. კლეპტომანია კი არა, აი მომიპარავს ბატონო. დროებით წავიღე. თავდაცვის მიზნით. ახლა თავდაცვის მიზნით. მოიწვიეთ. ცოლების ნათესავები დამზდებენ მოსაკლას. ვისი ცოლების? ჩემი ცოლების. ამავე დროს რაღაც უყურადღებოდ დამჩნე. დამეხმარეთ გამოვისყიდო დანაშაული, მივხედო ბავშვებს. ბოლოს და ბოლოს ჯერ სულ ნორჩი ვარ. მომეცით იმისი უფლება რომ უფლება კი არა. გადაგცემ მილიციას. ნუ გადამცემ. ნუ დამღუპავ. დუში. გთხოვთ მეგობრებო. ეს სიმკეთის ნაბიჯი გაუმარჯოს, რომელიც ჩვენმა ძვირფასმა საშიკომ მაშა სადამე ამ ნორჩების საკეთილდღეოდ გადადგა. მოვიდა. რა მაიძულა იგი დაებრუნებინა ამ გვრიტებისათვის ჩვენი გურამის აც განსვენებული ბებიას ოთახი. რამ გადაადგმევინა მასეს ნაბიჯი? თულმა? არა. მუქარამ? არა. მაშრამ? მხოლოდ და მხოლოდ მისმა სინდისმა და ნამუსმა.
დაურეკე, სასწრაფო დაურეკე, სასწრაფო. ხაერი მიიღეს, ხაერი. ისევ წერილია ანონიმური. ასეთ უსმენოს და გამოყრუებულს რა გემღერება და გელოდბარება. იმ ჯოხს გუნდს რომ უკნებ წინ, თავში უნდა იცემდე. არ უნდა მოკლა ამის დამწერი? ნუ მომკლავთ! ნუ მომკლავთ! შემაცინეს. მეუღლებოდენ ლოტვარობისათვის ხარ, დაბადებულიო. ჩემ ცოლზედაც შენ წერდი წერილებს? კი, ჩემოდათიკო. რა იყო, პატარა წინწაწევა მინდოდა ცხოვრებაში. დააგავეთ? დააგავეთ. ეგ არა უფროსო, აი ის. ჭუმბაძე? ელეონორა სპირიდონა ჭუმბაძე. მატარებლის გასვლამდე დარჩა მხოლოდ 5 წუთი. არა, იქნებ თქვენ გონიათ რომ მე აქ დარჩენას ვაპირებ, ა? გაგრაში მიდიოდი? გაგრაში მივდივარ. მიდიხარ. მივდივარ. თქვენ გაგზავნეთ ეს დეპეშა? მე გავგზავნე. მე რა მოხდა? ხუსკივაძეს და ხუციშვილს დღეს მოუღებთ ბოლოს. როგორ გავიგოთ ეს სიტყვები? ეს ჩემი პირადი საქმეა. მატარებლის გასვლამდე დარჩა მხოლოდ 3 წუთი. ხუციშვილი მოიკლას მუცელში დანის გაყრით. ხუსკივაძე კი აგურის თავში ჩემი გეგმა. საიდან? ჩვენ არაფერი გამოგვეპარება. დიახ. აქტი 1965 წლის აი, ზოგჯერ თქვენ ცდები. თქვენ გონიათ ხუთიშვილს მართლა დანით მოკლავენ? არა. მას ხუთში ჩადებენ და საცირკო ატრაქციონის დროს შუაზე გადახერხავენ. ხუთიშვილი ტირის, ყვირის, ხალხი იცის, ხუმრობა გონია. ხუთიშვილი ყვირის, ტირის. აი, რა განვიცადა. მუშაობდი და ვტიროდი, კარგად კი გამომივიდა. ვინ ახართ თქვენ? აი. ამას მალე გაიგებს საზოგადოება. პოეტს ნაჩით. ой, ჩემი მატარებელი წავიდა. ნერქო ჩემ როგორი ღელვებს. ვინ? ჩემი თანაავტორი. რა ვქნა, რა უყო. ტყუილად დამხდება სადგურში. ნუ ღელავთ. 2 საათში სხვა მატარებელი გადის და იმას გაგაყოლებთ. როგორ? 2 საათში. დიახ, 2 საათში. რას ვისამ? დავიწყო, დროს ნუ ღარ დავკარგავთ. ს ჭუმბაძე მკმულაძე. დაკარგული ცხედარი. რომანი. თავი პირველი. მიზანს ათთენილმა ტყვიამ ღამის სიბნელე გაჰკვეთა და მრავალსართულიან სახლებს იქით დაეშვა. და როდესაც 2 ათრთოლებული ლანგი საკმაოდ მიუახლოვდა ერთმანეთს, მათ შორის ვაჟმა იდუმალებითა და ვნებით, გაბოროტებით ახსავს ეთვალები მიაპრობიჯნეს. ქალი მიუხვდა ვაჟს სპოროდ განზრახვას, განწირულს, საწოწარკვეთილებითა და მოზღვავებული გრძნობით აღმოხდა შეზდეკ ბოროტო. ოჩახ. რასულელი მთელი ქალაქი ავაფორი აქ. შემიბრალეთ. ოჯახებს ნუ დამიოვლეთ. შემიცოდეთ. ხომ ხედავთ აგერ მუხლებზე ვდგავარ კაც? მუხლებზე და კოდექსებზე სასამართლოში ლაპარაკი. ხალხი არა ხართ? საჯაროდ ვდებ პირობას. დღესვე გავაფორმებ ალიმენტზე. გისმენთ? დავით ხუთიშვილს თხოვეთ? თქვენ გთხოვენ, ვაჟ ბატონო. ვინა? ვინ იქნება? ქალია. არ მინდა. დღესვე გავაფორმებ ალიმენტებს. დღესვე. ვინა ანეტავე?
გისმენთ ბატონო. დავით ხუთიშვილი გძანდებით? დიახ, მე გახლავარ. იცით რა, ის ბლოკნოტი ვიღაც მწერლის აღმოჩნდა. რომანის გეგმა ყოფილა. გმადლობთ. მეგობრებო, მხოლოდ და მხოლოდ საშიკოს კეთილშობილ გულს უნდა უმაგროდეს ეს ორი. გამომჭრიდანი დღელსო მე თუ არ გამომყვები საქმეთა მე ვარ ისე უცებრაკიტაზე ვერ მინდა გადევნოს გვარი საბარმა და მეძებარმა ვერ ვინ ნახო შენი გვარი და ოდელია უნანადა ოთახში დამიბრუნებს! ამხანაგო. სად არის ავანტყორტი? აქა ვარ. თქვენ კითხულობენ. შეჩერდით? მე ვარ. ტყუილი გამოდგა? როგორ თუ ტყუილი? გამარჯობა. როგორ ახარ? ჩემზე ნუღარი დადე. დიდი ხვეწნი დავითანხმე. პასპორტი შევაპარე. უთხარი აფერისტი ვარ, პარაზიტი. წარსულის გადმონაშთი ყავს ვატყვეპეთი და დამიჯერა. ხო და ცალკე კამერას პირდება. მე მგონი არ მომატყვის. კარგად იყავით, კარგად. მილიცია კვირი არ იცის. გამოდი. აცი ყველას თავში ყვა უხლია.